დღევანდელ გადაცემას გასტრონომიულ სივრცეზე არაგვისპირის მარანზე საუბრით ხსნით. ეს არის ტურისტული ობიექტი, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 45 წუთის სავალგზაზე მდებარეობს და სტუმრებს ადგილობრივ კერძებს და საკუთარ მარანში დაწურულ ღვინოს თავაზობს. სივრცე რამდენიმე ნომერსაც აერთიანებს და მომხმარებელს განთავსების შესაძლებლობასაც ადლევს. უფრო მეტს არაგვისპირის მარნის კონცეფციაზე ეკა ჩიკვაიძე, ობიექტის დამფუძნებელი მოგვიყვება, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. ეკა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, მოვესალმებით თქვენს მაყურებელს. ეკა, იქამდე სანამ შევაჯამებდით 2024 წელს და ზოგადად ობიექტის ოპერირებას, მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ სერვისების ჩამონათვალე, მათ შორის იმ ინფრასტრუქტურის ჩამონათვალე, რომელსაც არაგვისპირის მარანი ადგილზე აერთიანებს. კიდევ ერთხელ გავაცნობ ჩვენ მაყურებელს თქვენსაც და შეგახსენეთ, ჩვენი მარანი მდებარეობს ზუსტად აღნიშნეთ ქალაქიდან რაღაც 45 წუთში და 45 წუთში აღმოჩნდებით საერთოდ განსხვავებულ სივრცეში, სადაც ბუნებასთან ერთად შეწყმულია ქართული სიკეთეები ყველა და მადლი რაც არის, ეს არის ჩვენი სტუმართმასპინძლობა, კერძები ადგილობრივი, ღვინო ჩვენ მიერ დაწურული და საერთოდ 45 წუთში შეგიძლია მოწყდე ამ შფოთიან გარემოს, რაც ქალაქში არის და განიტვირთო. ჩვენთან ახლა გასტრონომიაზე იმიტომ აქვს აქცენტი გაკეთებული, რომ ძალიან საინტერესო კერძები გვაქვს და ქართული გასტრონომია მოგეხსენებათ, ძალიან საინტერესო არის და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ეს ადგილობრივი პროდუქტებისგან ვამზადებთ მხოლოდ სეზონური პროდუქტებისაგან. ჩვენ კერძებს ქმნით. ცოტა განსხვავებული ინტერპრეტაციით, ცოტა რაღაცა ჩვენი საავტორო ისენის დამატებული გვაქვს და ამიტომ ვთვლი, რომ უფრო საინტერესო. ასევე მასტერკლასებიცა გვაქვს, სადაც სტუმარს შეიძლება ჩაერთოს და თვითონვე მოამზადოს კერძები. ხშირად არის ხოლმე, რომ პროდუქტებსაც ერთად ვარჩევთ და მივდივართ ბაზარში, სურვილი სამებრ რა თქმა უნდა და მე ერთად ვთვლით რაღაც კერძს. ესეც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეთავაზება იქნება სტუმრების. ღვინო ჩვენი გვაქვს, რაც ერწყმის ხოლმე კერძებს. ეკა, ობიექტს აქვს მათ შორის განთავსების შესაძლებლობაც, ხომ? ეს არ არის მხოლოდ გასტრონომიული სივრცე, ასევე განთავსების შესაძლებლობასაც იძლევა. რამდენი ადამიანის განთავსებას ახერხებს არაგვისპირის მარანი და ეს თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული თუ შემდგომი ნაბიჯები იყო უკვე განვითარების ობიექტის? იცით როგორ იყო, რომ დავიწყეთ ამ ობიექტის შექმნა. ვიფიქრეთ ჩამოვიდნენ ბევრი სტუმარმა ძალიან კარგად იგრძნო აქ თავი და მოდი რატომაც არა, მოდი დავამატოთ განსათავსებელი სივრცე და რომ ჩვენი სტუმრები არსად არ გაუშვათ და მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მათთან ერთად მათთვისაც და ჩვენთვისაც. ამიტომ დავამატეთ 4 განსათავსებელი სივრცე, კეთილმოწყობილი, ყველას ინდივიდუალური თავისი სათავსოებით და ფაქტიურად შეგვიძლია 9 ადამიანის, 10 ადამიანის განთავსება ჩვენ სივრცეში. ეკა, 2024 წელი არაერთი ბიზნესისთვის იყო გამოწვევებით სავსე, მათ შორის ტურისტული სექტორისთვის, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მიმდინარე მოვლენების გამო. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო 2024 წელი, რა სიახლეები გქონდათ, რამდენად დიდი დატვირთვით იმუშავეთ და რამდენად გამართლდა ის მოლოდინი, რაც გქონდათ? იცით რა არის, ძალიან საინტერესო დაიწყო 2024 წელი. თავის სეზონზე ძალიან კაი კულმინაცია და ახალი ტენდენციები გაჩნდა, რაც ძალიან ის იყო, იმიტომ რომ უკვე ბევრი სტუმარი არ სარგებლობდა, თქვათ, კომპანიების დახმარებით, არამედ თვითონ იკვლევდა უკვე გზას, თუნდაც გასტრონომიულ, თავის ინტერესების მიხედვით. და ძალიან ბევრი სტუმარი სრულიად შემთხვევით ისე მოვიდა ჩვენთან, ყოველგვარი წინასწარი ჯავშნით, აი პირდაპირ გადმოუხვია, იქ მოინიშნა კარგად იმუშავა საძიებელმა პლატფორმებაც და მოკლედ ბევრი ეს საინტერესო ტენდენცია იყო. გააქტიურდა სეზონზე საკმაოდ. აქ რომ მოდიან მე ბევრმა საერთოდ არის საქმე, ვაცნობთ ხოლმე, ვუყვებით საქართველოს შესახებ, ჩვენთან ურთიერთობაში ისინიც ახალ რაღაცას იგებენ, ჩვენც ახალს ვიგებ და მოკლედ ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ის იყო. აი ბოლოსკენ უკვე რა თქმა უნდა ეს ძალიან სენსიტიური ბიზნესია, ეს არ არის ყველა ნიუანსი ამაზე ყველა ცვლილება მოქმედებს ამ ბიზნესზე. აქედან გამომდინარე მიმდინარე მოვლენებით შეეხო ამ ბიზნესს 2 აზრი არ არის და ბევრი ჯავშანის გაუქმება მოგვიწია წლის ბოლოსკენ. რაც ჩვენთვის ახლა ეს არასახარბიელოა ნამდვილად.
ეკა გასულ წელთან შედარებით რამდენად შეიცვალა ტენდენცია გულისხმობ გაუქმებები ახსენეთ, აი რამდენად იყო შემცირებული მომართვიანობა? წლის ბოლოსკენ უფრო დაფიქსირდა ეს თორე დასაწყისში და სეზონზე არ შეიმჩნეოდა ესეთი გაუქმებები პირიქით. უფრო ბევრი ევროპელი სტუმარი, ბევრი უცხოელი სტუმარი, ბევრი ადგილობრივიც უფრო ინტენსიურად მოძრაობდა. მოძრაობა უფრო იყო. უკვე წლის ბოლოსკენ მოხდა ცოტა ეს ცუდი ტენდენცია დაფიქსირდა. ახლა როგორია მომართვიანობა, რამდენად არის მათ შორის ამ დროისთვის დატვირთული არაგვისპირის მარანი და ასევე მომდევნო თვეების განმავლობაში ეხლა ცოტა ესეთი თვეა ტურისტული ბიზნესი ხშირად საუბრობს, რომ აი ეს თვეები ცოტა მიძინებულია დატვირთული საახალწლო პერიოდის შემდგომ, თუმცა აი გაზაფხული ახლოვდება და გაზაფხულიდან უკვე აქტივობაც იზრდება. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ახლა რა დატვირთვით მუშაობთ და მომდევნო თვეებში რა ტენდენცია არის? ზოგადად ისედაც ეს პერიოდი ამ ბიზნესისთვის ცოტა შენელებული პერიოდია. აქედან გამომდინარე, თავისთავად ეხლა არ შეგვიძლია ესე გავსაზღვროთ, რომ მიძინებული პერიოდია და წყნარი პერიოდია. მაგრამ ახლოვდება სეზონი, ბუნებრივია და სეზონისთვის ჩვენ ყველანი ეხლა ვემზადებით და ვაქტიურებთ. არ არის ესეთი აქტიურობა, არ შეინიშნება ჯავშნებში ჯერჯერობით, თუმცა მოთხოვნები არის, კითხვები არის, მომართიანობა არის, მაგრამ აი რასაც ვთქვათ, უკვე განსაზღვრული ჯავშნები ჯერჯერობით მცირეა. სეგმენტზეც მინდა ვისაუბროთ. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ არაგვისპირის მარანს? რაზე შეგვიძლია აქცენტირება? რომელი ქვეყნის დამსვენებელი ჭარბობს? იცით რა არის, ძალიან ბევრი შერეული არის, ყველა ტიპის დამსვენებელია. დასავლეთიდანაც არის, მოკლედ ყველა ტიპის ის არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ყოველთვის, როცა მოდის ადამიანი და არ იცნობს ამ ქვეყანას და შენ ცდილობ, რომ ეს გააცნო. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვთვლი, რომ ევროპელი სტუმარი ყოველთვის საინტერესო არის, იმიტომ რომ იმასაც ისიც გასწავლის რაღაცას, შენც მას უზიარებ და ძალიან საინტერესო თანამშრომლობა დგება ხოლმე და ძალიან საინტერესო ურთიერთობა ყალიბდება ჩვენსა და მათ შორის ხოლმე. იყო შარში წინა წელს საკმაოდ იყო და ძალიან სასიხარულო იყო. ხო, სხვა შორის გასტრონომიული, განსაკუთრებით გასტრონომიული სივრცეების დამფუძნებლებისგან ხშირად მოგვიხსენია ხოლმე ეს მოსაზრება, რომ ევროპელი სტუმარი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის აძლევს ზრდის შესაძლებლობას და რაღაცა ორმხრივი კომუნიკაცია მყარდება. თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორი ტიპის დამსვენებელზეა ზოგადად გასტრონომიული სივრცეები გათვლილი, რა ტიპის მომხმარებელი სჭირდება ასეთ ბიზნეს მეტი განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, ისეთი სტუმარი, რომელიც უკვე შეხება აქვს ამასთან. ეხლა გასტრონომია საქართველოში და ეს გასტრონომია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ასე პოპულარიზაცია და მითი სარგებლობა, მეტი გაცნობა, შეცნობა, ჯერ ახალი პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რო გავიზარდოთ ასეთი ტიპის ობიექტები, გვჭირდება გამოცდილი სტუმარი, გამოცდილი ადამიანი, რომელიც გვესტუმრება და მისი მოთხოვნაც რომ მეტი იქნება, ჩვენ შესაბამისად გავიზრდებით მასთან ერთად. კი ბატონო, რამდენად იზრდება ზოგადად პოტენციალი თქვენი აზრით ქართული გასტრონომიის? აი ამ მიმართულებით რა მოლოდინებია, თუნდაც ის რომ საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენი კულტურა და მერე უფრო მეტი ადამიანი, ტურისტი დაინტერესდეს ქართული გასტრონომიით. როგორ შეფასებთ თქვენი, ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან გამომდინარე წლებთან ერთად პოტენციალი და ინტერესება, ცნობადობა მათ შორის როგორ არის გაზრდილი? ძალიან გაზრდილი იყო, აი 24-ში ძალიან ბევრი სტუმარი სწორედ ამ ინტერესის გამო ესტუმრა საქართველოს. ძალიან დიდი იყო და მოთხოვნაც დიდი იყო, სურვილიც გაცნობის დიდი იყო. ჩვენთან ვისტუმრობდა, უკვე სხვა კუთხეში მიდიოდა სამოგზაუროდ. აქეთ ხარეს ვინ ჩამოვიდა და ბევრმა დააფიქსირა, რომ სხვა მხარეს უნდა ესტუმროს და სხვა მხარე გაიცნოს საქართველოს. ზოგადად ყველა იცოდნენ საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ უკვე უშუალოდ უნდათ შეხებოდნენ. თვითონ გასტრონომიის კუთხით გაეცნოთ, ასევე ბუნების კუთხითაც და ამიტომ ფიქრობ, რომ ბევრი იყო ესეთი დაინტერესებული სტუმარი.
ეკა თქვენ შეფასებით რამ განაპირობა ასეთი ცნობადობის ზრდა, მათ შორის თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ტენდენციის ცვლილება შეინიშნებოდა 2024 წელს, როდესაც უკვე თავად მოაკლეს არაგვისპირის მარან სტუმრებმა და თავიანთი ინიციატივით და სურვილით მოაკითხეს ობიექტს. რამ განაპირობა ეს პოპულარობა ზოგადად და რამდენად დიდი როლი აქვს ამ პროცესში ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას გულისხმობ ბიზნესს? აი ბიზნეს რა პასუხისმგებლობა ეკისრება ზოგადად ტურისტულ ბიზნესს. მათ შორის სერვისის მიწოდების კუთხით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მიაწოდო მაღალი ხარისხის სერვისი, რომ კიდევ უფრო ცნობადი გახადო ქართული კულტურა, გასტრონომია. იქ როგორ შეფასებდით ამ ნაწილს? იცი რაც არ უნდა ჩვენ ხა მეტი დავახვედროთ მაღალი სერვისი, მაინც თვითონ ქვეყანის პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს პირველ რიგში. ქვეყნის პოპულარიზაციას უკვე დაწყებული რაც ის ტენდენცია იყო, გაგრძელებული იყო და ინტერესი უფრო და უფრო იზრდებოდა სხვა ქვეყნების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გასტრონომიაც შესაბამისად თუ კარგ სერვისს დაახვედრებთ, კარგ სტუმარს მასპინძლობთ ქვეყნის ნასიამოვნების სტუმარი წასული, კიდევ უფრო მეც გაავრცელებს თავის მეგობრებს თავის წრეში და ის მერე შემდგომ უფრო ინტერესდება და ბრუნდება ეს ხო ჯაჭვია მოკლედ, რომელიც უკან აბრუნებს კიდევ ახალ სტუმარს და უნებრივია კარგი სერვისი, კარგი გასტრონომია, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ უფრო კიდევ მეტი სტუმარი მოვიდეს. ადგილობრივების წილი როგორია ბიზნესის ოპერირებაში? თუ არის მათ შორის ქართველებისგან დაინტერესება არაგვისპირის მარნის სერვისებზე? ხშირად ამბობს ხოლმე ბიზნესი, რომ განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ ქართველებმაც დაიწყეს შიდა მოგზაურობა აქტიურად და თქვენ თუ ამჩნევთ ამ ტენდენციას უკვე? კი არის, თუმცა ქართველი ადგილობრივი მაცხოვრებელი მაინც უფრო ცოტა რთულად მოდის ამ პროცესებზე, ცოტა უფრო რთულად, ვიდრე თქვათ სეზონზე ჩამოსული ტურისტები, მაგრამ არის ადგილობრივებიდანაც დაინტერესება და სეზონზეც ისინიც სტუმრობენ ხშირად. ვერ ვიტყვი, რომ ეხლა პირიქით უფრო და უფრო იზრდება, ტენდენცია უფრო და უფრო იზრდება. ეკა, გამოწვევებზეც მინდა ვისაუბროთ. თუ არის რაიმე ესეთი გამოწვევები, რასაც აწყდება ბიზნესი, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე არაგვისპირის მარნის ჭრილში და რა სჭირდება გასტრონომიულ მიმართულებას, სტუმარ მასპინძლობის მიმართულებას თქვენი შეფასებით კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის? იცი რა არის, აქ ხომ შეიძლება თვითონ ქალაქში სხვა სიტუაცია ამ მხრივ და აი რეგიონში უფრო მეტი ხელშეწყობა ჭირდება, მეტი პოპულარიზაცია ჭირდება, უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან დახმარება ჭირდება, რომ მეტი პოპულარიზაცია იყოს, უფრო მეტად გაიმართოს ინფრასტრუქტურა. რეგიონებში მაინც უფრო დუნეთ მიდის, ხო და უფრო სუსტია, ამიტომ მეტი დახმარება ჭირდება ნამდვილად რეგიონში. ქალაქშიც ალბათ უფრო მეტად უნდა პოპულარიზაცია მოხდეს ქართული გასტრონომიის და მეტი ვისაუბროთ ამის შესახებ. ეკა, თქვენ უშუალოდ რა პროცესებში ხართ ჩართული? მაშინ, როდესაც მოდის სტუმარი, მაშინ, როდესაც იგეგმება სხვადასხვა მათ შორის ღონისძიებები და დასაქმებულებზეც გკითხავთ, რამდენი ადამიანია არაგვისპირის მარნის გარშემო გაერთიანებული, თუ ეს სრულად ოჯახური ბიზნესია და ოჯახის წევრები ინაწილებთ მოვალეობებს? როგორ არის ეს კონცეფცია შედგენილი? ოჯახის წევრებიც ჩართულები არიან, მაგრამ ჩვენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც დასაქმებული გვყავს. ჩვენთან არის 5 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმებული, თუ ჩვენი ბიზნესი კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტის დასაქმებაც გაგვიხარდება და მოგვიწევს კიდევაც ბიზნესისგან გამომდინარე, გაზრდისგან გამომდინარე, ასევე ფერმერებთან აქვს ურთიერთობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვაწარმოოთ ჩვენი ბოსტანის პატარა ძალიან გვაქვს და მთლიანად პროდუქტები ადგილობრივი და მიმდებარე ფერმერებიდან გვაქვს შესყიდვა ხოლმე და ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი ის არის დახმარება, თქვათ, ესეთი мотиваციის ამაღლება ადგილობრივ მაცხოვრებელს. ასევე, ჩვენ ჩართულები ვარ და რაც შეეხება მე უშუალოდ დაწყებული სტუმრებთან ურთიერთობის შემდგომ, კონკრეტულად ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ქალიშვილი აწარმოებს, ხოლო შემდგომ უკვე სტუმართან უშუალოდ კერძის მომზადებიდან გაცილებამდე სრულად ჩართული ვარ. ეკა, რა იყო ის თავდაპირველი იდეა მაშინ, როდესაც წლების წინ არაგვისპირის მარნის, ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს დგამდით და რამდენად გამართლდა ის პირველადი მიზნები, რაც დაისახეთ, აი რა გესახებათ თავარ მიღწევებად?
მთავარი რაც დაიწყო, ეს არის კულინარიის სიყვარული იყო. შემდეგ ჩემი მეუღლეც ღვინის წარმოება და ერთად გავერთიანდით და ვთქვით, რომ მოდი ერთად შევქმნათ ესეთი სივრცე. სივრცის დასახვა ის იყო, რომ აქ ადამიანებს თავი ეგრძნოთ მოხდრილი იყო სხვა გარემოში, ესიამოვნებინათ კერძები და ცოტა განტვირთვა მომხდარიყო და რა თქმა უნდა სულიერი სიმშვიდეც მოეპოვებინათ ამ ადგილას. რა ვიცი, მე მგონი სტუმრების გამოხმაურებიდან და მათი შეფასებიდან, მე მგონი ეს მიღწევა გვაქვს უკვე მიღებული რაღაცა, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ უფრო დიდი გახდეს, უფრო მეტი დიდი მასშტაბი შეიძნოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგვრჩეს ნასიამოვნები. ეკა სტუმრები ახსენეთ და მათი ეს თქოთ გამოხმაურება რა უკავშირს იღებთ ხოლმე მათგან რა მოსწონთ ყველაზე მეტად რაზე აკეთებენ აქცენტს რაზე ამახვილებენ ყურადღებას და როგორ ემოციებით მიდიან ხოლმე უკვე თავით ქვეყნებში საერთაშორისო ვიზიტორებს გულისხმობ განსაკუთრებით იცით არის ეს არ არის ტიპიური რესტორანი ეს არის გასტრონომიული სივრცე სადაც ჩვენ უშუალოდ სტუმართან გვაქვს ურთიერთობა კერძებთან ერთად მათ აინტერესებთ ჩვენი მოსაძრებები ჩვენი სულიერი მდგომარეობა მათი ისიც ჩვენ გვაინტერესებს და ძირითადად ეს არის, რომ აქ ძალიან სულიერ სიმშვიდეს აწყებულობენ და ძალიან სულიერი ადგილიაო. ასევე ძალიან კერძებიც აქვს, გვეუბნება, რომ განსაკუთრებულად გემრიელიაო, და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. საუბრის ბოლოსკენ მინდა გეგმებზეც კითხოთ. თქვენ ახსენეთ, რომ კიდევ უფრო ბევრი მიზანია წინ და მათ შორის გაფართოების ნაწილშიც, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა მოახერხოს ვიზიტი. რა გეგმებია დასახული უახლოეს და ასევე სამომავლო პერსპექტივაში? რა ვიცი, სამომავლო პერსპექტივაში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, როგორც აღნიშნე, რომ უფრო მეტად პოპულარული გახდეს, მეტი ცნობადობა გაიზარდოს, მეტი სტუმარი გვესტუმროს და კიდე რაღაცა მცირედი გაფართოებაცაც გვაქვს სურვილი, თუმცა გვანახებს სიტუაცია მომდევნო. აი ეს სეზონი გვანახებს, რომ რამდენად ეს შესაძლებელი იქნება მომავალში. კი ბატონო, მოკლედ იგეგმება, რომ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეს ობიექტი. რა თქმა უნდა, აბა რა ეგ ობიექტი ყოველთვის ცდილობს და ყოველთვის სურვილი აქვს, რომ ფართო მასშტაბებზე გავიდეს, მაგრამ სიტუაციასაც შევხედავთ. კი ბატონო. ეკა ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და იმედი მაქვს, კარგი სეზონი გექნებათ და უფრო ასე ვთქვათ მეტი მასშტაბით მიიღებთ სტუმრებს. წარმატებები არაგვისპირის მარანს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და თქვენ წარმატებას. გელოდებით უკვე შემდგომ ვიზიტზე სტუდიაში ჩვენთან. მადლობა. ყოველთვის ასიამოვნო თქვენთან სტუმრობა, ხოლმე თქვენთან ჩართვაც და სტუმრობაც. მადლობა კიდევ ერთხელ. ეკა ჩიკოიძე, არაგვისპირის მარნის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.